პროექტ ბათუმელი ადვოკატები ადამიანის უფლებებისათვის ფარგლებში პრესკაფეში დღეს ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში ასახული გახლდათ ევროსასამართლოს საქმეებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის პოლიტპატიმარ ფრენკის არსენიძის საქმეც. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე ევროსასამართლოს პრევენციული როლი ეროვნულ დონეზე. რაც შეეხება ფილმს, ის ევროკომისიის მხარდაჭერითა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური უზრუნველყოფით მომზადდა. პროექტის ორგანიზატორები არიან ასევე ფონდი პარალელი და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის. ამ ფილმში არის 3 ქართული საქმე და ასევე ამონარიდები ევროსასამართლოს პრეცედენტული საქმეებიდან და ეს 3 სხვადასხვა საქმე და ამონარიდები მაყურებელს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნოს და მიიღოს ევროსასამართლოს შესახებ ინფორმაცია. დადებითი კონტექსტით მიეწოდება შენი სახე ერთხელ კიდევ საზოგადოებას მისასალმებელი ფაქტია ჩემთვის თავისთავად ცხადი და ვინც არ უნდა იყოს ჩემს ადგილას ნებისმიერისათვის იქნებოდა მისასალმებელი ფაქტი. ზოგადად რა თქმა უნდა ასეთ ფილმს ექნება დადებითი მნიშვნელობა. საზოგადოების სამართლიანობაში გაცნობიერება საზოგადოების კანონებთან მიმართებაში ცნობიერების გაზრდა საზოგადოებისა ერთ-ერთი მოვალეობაა ჟურნალისტიკის და ასეთ შემთხვევაში წარმატებით სრულდება ეს მოვალეობა.